ხელვაჩაურში დაძმა გაყინვის შედეგად დაიღუპა გარდაცვლილები დარია და ტარიელ ფარტენაძეები არიან. მათი ცხედრები დღეს სოფელ აჭარის აღმართში საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით იპოვეს. ადგილობრივების თქმით, დილით ადრე მეზობლის სახლისკენ მიმავალი კაცი დაეცა კუნთების დაავადების გამო კი ადგომა ვეღარ შეძლო და გაიყინა. ძმის მოსაძებნად გასული დაკი შემთხვევით წყალში გადავარდა. ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. მანიში კაცმა ცოლი ჯერ მოკლა, შემდეგ კი ცხედარი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა და დანაშაული აღიარა. გავრცელებული ინფორმაციით ბრალდებული სპანდიარ გულიევია. მკვლელობა დღეს დილის საათებში მოხდა. ადგილობრივების ცნობით, ცოლ-ქმარს 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. 2025 წელს საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობის თითქმის 478 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი რუსეთისგან ეყიდა. ქვეყანაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 8%-ით გაიაფთა. ეს იმ ფონზე, როცა სანქციების გამო რუსული ნავთობის ექსპორტი აზიურ ქვეყნებში შემცირდა. უკრაინამ ყირიმის ანექსირებულ ტერიტორიაზე რუსების ტოპ-M2 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყა. ინფორმაციას და ფოტოს უკრაინის გენშტაბი ავრცელებს და წერს, რომ დარტყმის მასშტაბები ზუსტდება.